უცხოელი ექსპერტების მომსახურება სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული კომპანიებისა და ფერმერებისთვის სოფლის განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარების პროგრამაში ცვლილებები უკვე შევიდა, რომელიც უცხოელი ექსპერტების მომსახურების თანადაფინანსებას ითვალისწინებს, კონსულტაციები კი მოიცავს როგორც აგროსაქმიანობასთან დაკავშირებულ, ასევე მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების მომსახურებას. რით არის განპირობებული ტექნიკური დახმარების პროგრამაში ცვლილებები, რა მიმართულებებზე ვრცელდება თანადაფინანსება და ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება დეტალებში სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი გაგვარკვევს. ბატონო გიორგი, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. უნდა ვისაუბროთ პროგრამაზე, რომელსაც საკმაოდ ფართო მასშტაბის მოცვა ჰქონდა და საკმაოდ დიდი ინტერესისაც სარგებლობდა. რას ითვალისწინებს ცვლილება ამ ეტაპზე, რომ გითხრათ? შეიძლება თუ არა ჩაითვალოს, რომ სექტორის მხრიდან უკავშირმა განაპირობა ის ცვლილებები, რაც თქვენ განახორციელებთ და რა ტიპის გამოწვევების და დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად და პრევენციისკენ არის ის მიმართული, რომ გითხრათ? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ თემით დაინტერესდით. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გარემოსდაცვისა და სოფლის სამინისტროს ინიციატივით სოფლის განვითარების სააგენტო უკვე წლებია ახორციელებს სხვადასხვა მხარდამჭერ პროგრამას, რომელიც სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის აბსოლუტურად ყველა კომპონენტში ხორციელდება. ეს იქნება პირველადი წარმოება, გადამამუშავებელი, შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა და ტექნიკური დახმარება. ჩვენ გვაქვს უკვე შედეგები, მაგალითად პირველ წარმოებაზე როცა ვსაუბრობთ, გვაქვს უკვე 25,000-ზე მეტი ჰექტარზე გაშენებული ბაღი, გვაქვს 280-ზე მეტი გადამამუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურა და საწარმო თანადაფინანსებული, გვაქვს ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომელიც შეიცვალა, მაგრამ ეს ტექნიკური დახმარების პროგრამა გულისხმობდა იმასაც, რომ ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს სურსათმცემლობის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვაში, ასევე ვეხმარებით მათ ბრენდირებაში. და ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ქართველი ფერმერები მივიდნენ იმ ეტაპამდე, როცა ჩვენ გვჭირდება იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც სოფლის მეურნეობა ძალიან მაღალ დონეზე არის, ასე ვთქვათ, განვითარებული. გვჭირდება, რომ ეს ტექნიკური მხარდამჭერი მექანიზმები, რაც აქვს სახელმწიფოს, გაგვემყარებინა, რომ შესაბამისი დახმარება მიეღოთ ქართულ ფერმერებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ასოციაციებისთვის, დარგობრივი ასოციაციებისთვის, კოოპერატივებისთვის და წმოებისთვის იქნება თანადაფინანსების მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც მათ შეეძლებათ უცხოელი აგროკონსულტანტის ჩამოყვანა. სახელმწიფოს თანადაფინანსება იქნება 30,000 ლარი, ერთჯერადად შეუძლიათ 10 დღით ჩამოიყვანონ უცხოელი აგროკონსულტანტი, ასევე მოსავლის ამდგომი, ასე ვთქვათ, აღების შემდგომი ტექნოლოგიებისთვის, რაც არის სამაცივრო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, გვექნება 10,000 ლარიანი თანადაფინანსება. ასოციაციასაც და კოოპერატივსაც შეუძლია, რომ 2 წლიანი ხელშეკრულება გააფორმოს სოფლის განვითარების სააგენტოსთან. პირველ წელს, როგორც მოგახსენეთ, 30,000 ლარი იქნება და 10,000 სამაცივრო ინფრასტრუქტურაზე, მეორე წელს იქნება 50%-იანი თანადაფინანსება 22,500 ლარი და შესაბამისად 7,500 ლარი სამაცივრო ინფრასტრუქტურაზე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან წაადგებათ ქართულ ფერმერებს დავსი ტიპის მხარდაჭერა. საუბარია ასოციაციებზე და კოოპერატივებზე და არა ფიზიკურ პირებზე? დიახ, საუბარია ასოციაციებზე და კოოპერატივებზე, მოდი ამას დავარქვათ კოლექტიური სარგებელი. ჩვენ გვინდა და სწორიც არის, რომ ინსტიტუციურად ვეკონტაქტოთ ასოციაციებს და დარგობრივ ასოციაციებში არანაკლებ დავაზუსტებ ასევე, რომ 10 წევრი უნდა იყოს და კოოპერატივშიც არანაკლებ 10 წევრი უნდა იყოს. ასევე განმარტავ კონკრეტულ მიმართულებებს, სადაც მოხდება აგროკონსულტანტის ჩამოყვანა. მრავალწლოვანი ბაღების შემთხვევაში ასოციაციას უნდა ჰქონდეს მინიმუმ 50 ჰექტარი, კენკროვნების შემთხვევაში 30 ჰექტარი. თუ საუბრობთ ერთწლოვან კულტურებზე, უნდა გააჩნდეს 100 ჰექტარი. სასათბურე მეურნეობების მიმართულებით მხარდამჭერ ასოციაციას უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1 ჰექტარი და სამაცივრო ინფრასტრუქტურის შემთხვევაში თუ სურთ, ასე ვთქვათ, აგროკონსულტანტის ჩამოყვანა, საერთო ტევადობა უნდა შეადგენდეს 2,000 ტონას. კრიტერიუმები და ჩამონათვალი არის საკმაოდ ფართო. კრიტერიუმები და ჩამონათვალი არის საკმაოდ ფართო. ჩვენ არ ვჩერდებით, ეს მოდით ასე დავარქვათ, საპილოტე ნაწილია. ჩვენ გვჭირდება ეს განათლება, რომ შემოვიტანოთ ქვეყანაში. აღნიშნული საჭიროება თვითონ ფერმერების მხრიდანაც დადგა. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ფერმერებთან, მინისტრის ჩართულობით ჩვენ რეგიონ დავდივართ. გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ფერმერებთან და ერთ-ერთი ის საკითხი და მნიშვნელოვანი საკითხი, რაც იყო და რაც ითხოვდნენ ფერმერები, იყო განათლება და
ის შესაბამისი გამოცდილების ჩამოტანა ქვეყანაში, რაც ამ მომენტისათვის შეიძლება არ იყო. ამიტომაც გავაჩინეთ ეს კომპონენტი და უკვე მომავალი კვირიდან შესაძლებლობა გვექნება, რომ განაცხადებიც მივიღოთ და შესაბამისად განვითარდეთ ამ მიმართულებით. კი ბატონო გიორგი, ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან რომელი მიმართულებები შეიძლება იქცეს ყველაზე დიდ დაბრკოლებად პოტენციური ბენეფიციარებისთვის პროგრამაში ჩართვისთვის? თუ არის იდენტიფიცირებული ეს მიმართულება? დაბრკოლებას ასე არ დავარქმევდი, ჩვენ გვაქვს კონკრეტული კრიტერიუმები, როგორც მოგახსენეთ, ფართობებთან დაკავშირებით. თვითონ ასოციაცია და კოოპერატივი არჩევს იმ უცხოელ ექსპერტს, ვინც უნდათ რომ ჩამოიყვანონ. კონკრეტული მოთხოვნები გვაქვს განათლებასთან დაკავშირებით და გამოცდილებასთან დაკავშირებით. სხვა ისეთი დაბრკოლება, რომ რაიმე სახის პრობლემა შეექმნათ, ჩვენი მხრიდან არ არის. პირიქით ვცდილობთ, რომ გავამარტივოთ, უფრო მოქნილები ვიყოთ, უფრო გახსნილები ვიყოთ, გამჭვირვალეები ვიყოთ და ეს ერთ-ერთი ნაწილია იმ ძალიან ბევრ ტექნიკურ მხარდაჭერ პროგრამასთან ერთად, რასაც ვახორციელებთ, რომ ეს განათლების კომპონენტი ჩემოგვეტანა. საინტერესო წლის განმავლობაში რამდენჯერმე თუ შეუძლიათ, თქვათ, სარგებლობა ამ პროგრამით? 2 წელზე განმარტავ, 2 წელზე ხდება, ანუ პირველ წელს შეუძლიათ ერთჯერადად მიიღონ მონაწილეობა და მეორე წელს თანხობრივი განსხვავებებია უბრალოდ. პირველ წელს 30,000 ლარიანი თანადაფინანსება ბაღების ნაწილში, მეორე წელს 22,500 ლარიანი დაფინანსება ბაღების ნაწილში, ანუ 70-50% პირველი მეორე წელი. მაცივრების მიმართულებით 10,000 ლარი და 7,500 ლარი, ანუ 2 წელზე არის გადაბმულად. მგონია რომ საკმარისია იმისთვის რომ შესაბამისი გამოცდილება მიიღონ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ აგროკონსტანტი როცა ჩამოყავთ, მათ აქვთ ვალდებულება რომ ჩაატარონ ერთდღიანი ტრეინინგი, სადაც დაესწრება სხვადასხვა ფერმერული მეურნეობები, მათ შორის ჩვენი საკონსულტაციო სახელმწიფოს მიერ არსებული საკონსულტაციო ცენტრები, რომ შესაბამისი ასე ვთქვათ განათლება მიიღონ, შესაბამისი პრაქტიკებით ასე ვთქვათ მიიღონ ინფორმაცია თუ რა ხდება განვითარებულ ქვეყნებში და მგონია რომ სწორი მოდელია იმისთვის წინ გადავდგოთ ნაბიჯი. კი ბატონო, ალბათ მოდელის შემუშავების პროცესში იხელმძღვანელეთ საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებით და მოარგეთ ჩვენს რეალობას. ვადები კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ, თუ შეიძლება, როდიდან იქნება უკვე განაცხადების მიღება შესაძლებელი და თუ არის ბიუჯეტი უკვე ცნობილი და ბენეფიციართა რაოდენობა 2 წლის განმავლობაში. მომავალი კვირის ბოლოდან პრინციპში შევძლებთ რომ განაცხადები მივიღოთ. ბიუჯეტი არის, ტექნიკური დახმარების პროგრამას ჰქონდა ეს აღნიშნული ბიუჯეტი. ჩვენ უბრალოდ ერთ-ერთი კომპონენტი ავამოქმედეთ. ყველა დარგობრივ ასოციაციას ვეპატიჟებით, მათთან ჰქონდა კიდევაც საუბარი, სანამ პროგრამას დავიწყებთ და კარგია რომ აღნიშნული მიმართულებით ძალიან გააქტიურებულები ვართ და ვესაუბრებთ დარგობრივ ასოციაციებს. შეთანხმებულია მათთან პრინციპში იცოდნენ პროგრამა როგორ განვითარდებოდა და რა პირობები იქნებოდა. ჩვენ მზად ვართ რომ მივიღოთ ნებისმიერი სახის განაცხადები, კიდევ ერთხელ გამეორდები, ეს ეხება დარგობრივ ასოციაციებს და კოოპერატივებს. კი ბატონო და ბატონო გიორგი, მინდა გკითხოთ სოფლის განვითარების სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად მიმართულებაზე, მანდატზე. თქვენ მუდმივად ეხმარებით ფერმერებს, როგორც ხარისხობრივ ჭრილში, ასევე ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით. ხარისხი კერძო სექტორსა და ბიზნესის ურთიერთობას შორის რამდენად არის გაუმჯობესებული და გაზრდილი, რომ გითხრათ და შემდეგ უკვე გადავიდეთ და კონკრეტულად ვისაუბროთ რა აქტივობები ჩატარდა უკვე წელს საერთაშორისო მასშტაბით და რა გაქვთ გეგმაში. როგორც უკვე მოგახსენეთ, სახელმწიფო სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის აბსოლუტურად ყველა კომპონენტში იღებს მონაწილეობას და ქმნის ამ მხარდაჭერ მექანიზმებს, რომ ფერმერებმა შესაბამისად განავითარონ თავიანთი ბიზნესი და ერთ-ერთი დამაგვირგვინებელი მომენტი იყო იმისი, რომ ჩვენ ვაძლევთ მათ საშუალებას, რომ შესაბამის საერთაშორისო გამოფენებზე წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია, იპოვონ, თქვათ, ახალი ბაიერები, მოახდინონ ექსპორტი. ჩვენ არ ვართ იმ სიტუაციაში, რომ ვინმეს დაველოდოთ, ჩვენ ვართ იმ სიტუაციაში, რომ ყველა კარებზე მივაკაკუნოთ და უთხრათ, რომ გამარჯობა, ჩვენ საქართველოდან გვაქვს ესა და ეს პროდუქტი და რატომაც არა, ესე იწყება ყველაფერი. წელს 2024 წლის მონაცემებს გეტყვით, დაახლოებით 8 გამოფენა იყო, სახელმწიფოს მხრიდან 2,5 მილიონი დაიხარჯა და ფერმერებმა გამოფენაზე ნაპოვნი, ასე ვთქვათ, ხალხთან ურთიერთობით მოახდინეს 10 მილიონ ლარზე მეტი ექსპორტი. წელსაც ძალიან კარგ შედეგებს ველოდებით, წლის ბოლოსთვის იქნება ეს ცნობილი, უკვე გქონდა 8 გამოფენა. ჩვენ ვაანალიზებთ, რომ არ გვაქვს იმის საშუალება
საშუალება, რომ აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში ჩავიდეთ, ამიტომ ძალიან მიზნობრივად კონკრეტულად ვარჩევთ იმ გამოფენებს, რომელიც შეიძლება იყოს ხელსაყრელი ჩვენი კომპანიებისთვის, ვითვალისწინებს სხვადასხვა გარემოებას, ეს იქნება თავისუფალი ვაჭრობა, ეს იქნება ლოჯისტიკური გზები და ასე შემდეგ. დაახლოებით ყოველწლიურად 50-მდე ქართული კომპანიას აქვს შესაძლებლობა, რომ მიიღოს აღნიშნულ გამოფენებში მონაწილეობა. ფიქრობ, ეს რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილები. რომელი სექტორებია აქტიური ამ დროისთვის, რომ გვითხრათ და ასევე რომელი მიმართულებებია, რომლებიც საჭიროებს გააქტიურებას, ანუ არსებობს პოტენციალი ქართული ხარისხიანი პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა. თქვენ იცით, რომ პროგრამა დანერგე მომავალმა მიცა ბიძგი ძალიან ბევრ მიმართულებას, ეს იქნება ლურჯი მოცვი, ეს იქნება კაკლოვანი კულტურება კაკალი თუნუში. აღნიშნული მიმართულებით ქართული კომპანიები ძალიან გააქტიურებულები არიან და გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ექსპორტზე გავიტანოთ მოსავალი. არის ტრადიციული მიმართულებები, თხილი მაგალითად, წვენები, ალკოჰოლური სასმელები, რომელიც ასე ვთქვათ, ტრადიციულად გამოირჩეოდა საექსპორტო მიმართულებით. ფიქრობთ, რომ გადამამუშავებელი მიმართულებით კიდე გვაქვს სამუშაო და გვაქვს პოტენციალი, რომ უფრო მეტი შევძლოთ. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობთ. ვეხმარებით ფერმერებს, რომ შექმნან, მივიდნენ იმ დონემდე, რომ შესაბამისი პროდუქციის ექსპორტი მოახდინონ და ამ ნაწილშიც მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ასე ვთქვათ, მოახდინონ შესაბამის ხალხთან კომუნიკაცია და გაზარდონ ქვეყნის ექსპორტი. ბატონო, გავიდენ დადებით შედეგზე, ბუნებრივია, რაც არის ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, თითოეული მოქალაქისთვის აქედან გამომდინარე. ბატონო გიორგი, ბოლოსკენ მინდა გკითხოთ, ამ ეტაპისთვის აქტიური პროგრამები რომ ჩამოგვითვალოთ და რომელიმე მათგანში თუ განიხილავთ ცვლილებების შეტანას? მოგახსენებთ, უახლოესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამა, რაც გვაქვს, ეს არის პროგრამა დანერგე მომავალი. უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ განცხადების მიღებას, რომელიც გაგრძელდება ზამთრის ბოლომდე. გეგმავთ ცვლილებებს, თუმცა არ მინდა ნაადრევად ამაზე საუბარი. მიმდინარე პროგრამები გვაქვს, ტექნიკის ხარდამჭერი, ასე ვთქვათ, გვაქვს უნიკალური პროგრამა შეღავათიანია კრედიტი და თქვენ იცით, რომ ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა, რომ იაფფულად რესურსზე კონდეთ ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო 48 თვის განმავლობაში 11%-ის სუბსიდირებას ახდენს სესხის. ეს პროგრამები მიმდინარე გაგრძელდება და კიდევ უფრო გამყარდება. შეიძლება შეიცვალოს იქიდან გამომდინარე, რომ რა მოთხოვნები და რა სურვილები წამოვა თვითონ ფერმერებისგან და ბენეფიციარებისგან. მხოლოდ ფიქრობთ, რომ გავაძლიეროთ, ახალი ელემენტები დავამატოთ და მზად ვართ სასაუბროთ ყველასთან. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო ინფორმაციისთვის, ამომწურავი ინფორმაცია დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ, რა თქმა უნდა, თქვენს ვებგვერდზე და ასევე სოციალურ ქსელებში მიიღონ, სადაც ხართ ძალიან აქტიურები. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო გიორგი ავალიანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ვსაუბრობდით სააგენტოში მიმდინარე სიახლეებზე.